კიდევ ერთხელ მოგესალმებით კოლეგებო. კომიტეტის სხდომა გავხსნათ. პირველ რიგში დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დღის წესრიგით გვაქვს მესამე მოსმენით განხილვა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ. ქალბატონი თამარ მახარაშვილი განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს ვთხოვთ სიტყვით. მადლობთ. მესამე მოსმენით განსახილველად წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონის პროექტს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოგეხსენებათ, ამ ყველაფრით რეგულირდება ის გარემოება, რომ 2026-27 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება, რა თქმა უნდა, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით ექნება იმ პირებსაც, რომელთაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. მეორე მოსმენის შემდეგ მოგეხსენებათ, რომ რედაქციული ხასიათის ან რაიმე ტიპის სრულებას ადვილი არ ცვლილებები არ განხორციელებულა რედაქციული, შესაბამისად, ჩემ კოლეგებს ვთხოვ კენჭი უყაროთ და მხარი დაუჭიროთ აღნიშნულ ცვლილებას. ერთხმად მიღებულია. დიდი მადლობა, ამით კომიტეტის სხდომა დახურულია. მადლობა კოლეგებო.